ხამზად ჩიმაევი და შონ სტრიკლენდი. ამჟამად პლანეტის 2 საუკეთესო საშუალო წონოსანია. და ეს დაპირისპირება არა მხოლოდ მათ პირად კონფლიქტს აგვარებს, არამედ გვირგვინს ადგენს მსოფლიოში საუკეთესო საშუალო წონოსანს. ისინი არიან მებრძოლები, რომლებიც ადრე ეს დარბაზში ვარჯიშობდნენ და ზუსტად ესმით რა გაიარა მეორე მწვერვალის მისაღწევად. თუმცა ახლა ისინი წარმოადგენენ აბსოლუტურად საპირისპირო იდეებს იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ეს სპორტი. ისინი ერთმანეთს ვერ იტანენ და ერთმანეთს ძალიან ეზიზღებათ. სწორედ ასეთ რაღაცეებზე შენდება ბრძოლები. აქ სამი სხვადასხვა სახის დაპირისპირება. მათ აქვთ პირადი კონფლიქტი, რომელიც წლებია მიმდინარეობს. ის უბრალოდ სუსტი კაცია. კლონები ყოველთვის საუბრობენ. ჩვენ გვაქვს სტილისტური დაპირისპირება ორ მებრძოლს შორის, რომლებსაც აბსოლუტურად საპირისპირო უნარები გააჩნიათ და ასევე გვაქვს იდეოლოგიური ომი UFC-ში. მე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები, ამიტომ ჩემი გეგმაც ასეთია. მივიდე იქ, შემოისინი ავიღო ფული და წავიდე სახლში. ხამზატი ძველი სკოლის წარმომადგენელია. ამ სიტყვის ყველაზე სუფთა გაგებით, რადგან ეს სპორტს პირველ ადგილზე აყენებს. ის რჩება იდუმალი და თავის იმიჯს შიშსა და დისტანციაზე აშენებს. ის არის ტიპი, რომელიც ჩნდება, ანადგურებს მეტოქეს და შემდეგ ქრება. სტრიკლენდი კი მეორე მხრივ უფრო თანამედროვე UFC-ს წარმოადგენს. ხალხი ვინც შენობაში მზის სათვალეს ატარებს, ნაბიჯრების ხროვა. ფიქრობ ეს ყველამ უნდა იცოდეს. თუ UFC-ს მებრძოლი ხარ და შენობაში სათვალეს ატარებ, შენ ნამდვილი ნაბიჯვარი ხარ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამის აღიარება ასურდეს, ის ხმაურიანია და ნებისმიერ სხვაზე უკეთ თამაშობს. აქ დაძაბულობა სინამდვილეში არ მოდის ერთმანეთის მიმართ უბრალოდ სიძულვილისგან. ისინი არიან ორი მებრძოლი, რომლებიც ერთად ვარჯიშობდნენ, ხედავდნენ ერთმანეთის ზრდასა და ერთსა და იმავე სპორტში მიაღწიეს წარმატებებს. მაგრამ გადაწყვიტეს ორ აბსოლუტურად განსხვავებული გზით სასვლა და ერთადერთი რამ დასახლა მათ ისევ აკავშირებს საშუალო წონის ქამარია. როდესაც ბრძოლა პირველად დაანონსდა, მახსოვს ფიქრობდი, პრესკონფერენცია მაინც იქნება მეთქი გიჟური, რადგან რაც არ უნდა კარგად შემოგასაღოთ ეს დაპირისპირება, რეალური სტილისტური გარჩევა უკიდურესად სამხრივია. თუმცა ეს ბრძოლა მაინც მიდის იქითკენ, რომ აქამდე წლის ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი მოვლენა იყოს. მას როგორაა ეს შესაძლებელი? ეს ორნი მტრებადად დაბადებულან. ისინი ეს დარბაზში იყვნენ. ერთად სპარინგობდნენ, ერთად ჭიდაობდნენ. ისინი ერთმანეთის გარემოცვაში იმდენ ხანს იყვნენ, რომ იფიქრებდით, მინიმუმ რაღაც სახის ორმხრივი პატივისცემა მაინც ჩამოყალიბდებოდა. იმ დროს ორივე მათგანი ნელ-ნელა მაღლა მიიწევდა. სტრიკლენდი ჩუმად აწობდა მოგებათა სერიას, რომელსაც რეალურად ვერავინ ამჩნევდა. ორივე მუშაობდა ერთი და იმავე პრიზისკენ, მაგრამ ამ დროს ისინი ამას სხვადასხვა დივიზიონში აკეთებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ხამზატი თავისი კარიერის დასაწყისში საშუალო წონიდან ქვესაშუალოში გადადიოდა, მისი მთავარი ფოკუსი აშკარად ქვესაშუალო წონა იყო. სტრიკლენდი კი მეორე მხრივ წლების წინ წამოვიდა მაგ დივიზიონიდან და სრულიად იყო ფოკუსირებული საშუალო წონაზე. ეს ყოველთვის ეხმარება ურთიერთობების აშენებას. ერთად ვარჯიშისას არ გაქვს შეგრძნება, რომ შენ გაკვირდებიან, სწავლობენ და იდეების გაზიარება არ გაქვს საკუთარი თავის გამოაშკარავებას. მაგრამ იმ მომენტში, როდესაც ხამზატ ჩიმაევმა საშუალო წონაში გადასვლა გადაწყვიტა, მეგობრება უკვე ბეწვზე ეკიდა და ჩიმაევის ერთი კომენტარი იყო ყველაფერი, რაც ცეცხლის ასანთებად იყო საჭირო. არ მოეწონა, როცა თქვი, რომ დანებება აიძულე, ხო მიცი? ანუ დაგნებდა? კი, ბევრჯერ ძმაო. სიმართლე ვთქვათ, ეს ალბათ მართალი იყო და სტრიკლენდმა ეს არაპირდაპირ აღიარა კიდეც ერთ-ერთ ინტერვიუში. მაშინ გონია, რომ დგომში შენი გაიტანე, მაგრამ პასტეში ის აკეთებს იმას, რაც იცის. პასტეში შენი გულწრფელი აზრი მაინტერესებს. მითხარი, რამდენჯერ მაიძულა დანებება. შმომ დაინახა, მაგრამ გინდა რომ სოფლიომ იცოდეს ეს ამბავი. თუ რა სეტყოდი მსოფლიოს? მისმინეთ ბიჭებო, ჯიუჯიტსუ. მე ნამდვილი კაცების თამაშს ვთამაშობ, ნამდვილი კაცების ცეკვას. მაგრამ დრო შეიცვალა. ჩიმაევი თავისი დივიზიონის ჩემპიონი იყო. ნახე რომ ჩიმაევი ამ კვირის დასაწყისში პოდკასტზე იყო, ჯექსონის პოდკასტზე. მას კითხეს იმ ლეგენდარული სპარინგის შესახებ. მან თქვა რომ გაიძულა დანებებულიყავი. რატომ გძულს ის ძმაო? მე ის ვაიძულე ვარჯიშისთვის თავი დაენებებინა. მოწმეები დარბაზში არიან. სად არის ერიკა? მე ის ვაიძულე, ვარჯიში შეეწყვიტა. მოდით ამ პატარა ნაბიჯვაზე მოგიყვებით. გეტყვით რომ ის ყველაზე პატარა ბიჭებს ასჩევდა. ჩიმაევი ერთი ჩვეულებრივი მოძალადეა და თუ დააკვირდებით რასაც აკეთებს დივიზიონში, ის უბრალოდ გარბის დაიმალება. ახლა უნდა რომ 205 ფუნტში ავიდეს და იჩხუბოს. შენ ჩემპიონიც კი არ ხარ, შენ ნაბიჯვარო. უბრალოდ გარბი ხარ და იმალები. ამას აკეთებდი, როცა ჩვენთან ვარჯიშობდი და ამას ვაკეთებ მთელ დივიზიონში. შონის მხრიდან ეს საოცარი მარკეტინგია. ის ცეცხლზე ნავთს ასხამს და საუბრებს უფრო მეტად ამწვავებს. კიდევ ერთხელ როგორც თქვი, ეს ალბათ ძალიან ჭკვიანური სტრატეგია იყო, რათა შეექმნა გარკვეული დრამა და მიიღოს სატიტულო ბრძოლა.
ჩეჩენი თუ ჩიმაევი, ჰეი, სანამ აქედან წავალ, კიდევ ერთ რამეზე უნდა ვისაუბროთ. კარგით, მოდით ვისაუბროთ ამ ნაბიჯვაზე. სულ მესმის ჩიმაევი ასე, ჩიმაევი ისე, მაგრამ მოდი ვნახოთ, რას ამბობს ისტორია და ფაქტები ჩიმაევზე. თქვენ მედია ხართ და ეს უნდა იცოდეთ. ჩიმაევი ოჯახთან ერთად ჩეჩნეთიდან გაიქცა, იმიტომ რომ ხომ იცით, ის მჩაბურელი საველე მეთაური, დიქტატორი, რომელიც ხალხს განურჩევლად ხოცავდა. არა, მის მიმართ სიძულვილი არ მაქვს, ეს შენი ქვეყანა, მაგრამ ის უკან ბრუნდება. ჩეჩნეთში ბრუნდება, იმიტომ რომ ვიღაცას მისი ჯივაგენით მოსყიდვა უნდა. ის კი ამბობს, ჰეი, მე ვიქნები ეგ. მე ამას გავაკეთებ, მე შენს წინაშე მუხს მოვიყრე, რადგან მე მიყვარს ჯივაგენები. ასე რომ კი ჩიმაევი ჩხუბი ნამდვილად შეუძლია. წვერიც აქვს, მაგრამ და ისტორიამ ჩაწერს რომ თქვენ სერ ერთი ბოზი ხართ. ქვეყნიდან გაიქეცით, მერე უკან დაბრუნდით, დიქტატორს დაუზმაგასით და მერე ისევ გაიქეცით. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგი მებრძოლი ხარ. შენ ხარ და ყოველთვის იქნები ერთი ნაბიჯვარი. სტრიკლენდი ამბობს იმას, რასაც ფიქრობს. მოგწონთ ეს თქვენ თუ არა? და შესაძლოა სწორედ ამიტომ უყვარს ის ბევრ ადამიანს. სამყაროში, სადაც ყველა საკუთარ თავს ცენზურას უწესებს, გრძნობებს უფრთხილდება, შონ სტრიკლენდი ბოლო ადამიანია, ვინც ამას გააკეთებს. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი, რასაც ის ამბობს, ყოველთვის ვალიდურია, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ როდესაც ის გრძნობს რაიმეს თქმის საჭიროებას, ის ამას იტყვის და ჩიმაევი არ ყოფილა გამონაკლისი. თავისი ასით ეს ორი ბიჭი ყოველმხრივ საპირისპიროა. შონ სტრიკლენდი არის ძლიერი პატრიოტი, ამაყი ამერიკელი იარაღის მოყვარული. ჩიმაევი კი ჩუმი, მაგრამ საშიში ჩეჩენია, რომელიც ომში გაიზარდა და მკაცრი მუსლიმური ტრადიციული ღირებულებებით აღიზარდა. თული დრო იყო, როცა ახალგაზრდა ვიყავი. ამ ქვეყანას მაშინ მოვევლინე, როცა ომი იყო. აქ ბევრი რამის დამატება არ მჭირდება. ეს პიროვნებები ერთმანეთს დიდად ვერ ეწყობიან. აქ ბევრი რამის დამატება საჭირო არ არის. ეს პიროვნებები ერთმანეთს დიდად ვერ ეწყობიან. ასე რომ სანამ სტრიკლენდი UFC-ს კონტენტს თამაშობს, ის გასასწორ ნაწილში კი ერთვება მონაწილეობს ნინასთან ერთად სულელურ სკეჩებში. ყველაფერს აკეთებს თავისი ოპონენტების სახელის გასატეხად. ათასგვარ სისულელეს ლაპარაკობს. აბსოლუტურად ნებისმიერ ზღვას კვეთს, რაც კი შეიძლება წარმოიდგინოთ და დრამას ქმნის. ჭრილების შეღებას დავიწყებ და ქალივით მოვიქცევი. უბრალოდ დამელოდეთ, ყველას უკან ჩამოგიტოვებ. ჩიმაევი უპირველეს ყოვლისა მებრძოლია. სწორედ ამიტომ უარყოფს ის ბრძოლების პრომოუშენის ახალ ეპოქას. ის არ მონაწილეობს სულელურ სკეჩებში, არ იგდებს თავს სასაცილო მდგომარეობაში და არ იზიარებს გასასწორ იდეოლოგიას. ის საკუთარ თავს მებრძოლად აღიქვამს და ზუსტად ასე იქცევა. მისთვის მთავარია პატივისცემა, მორალური კოდექსი და ღირსება. ხომ მიცით ეს სისტემაა და ენახავთ როგორ ბრაზდება, ცდილობს ვიღაცას UFC PI-ში ეჩხუბოს, პოლიცებში ვინმეს ხელს კრავს, ან ტვიტებს აქვეყნებს, მაგრამ ეს ყოველთვის მაშინ ხდება, როცა გარკვეული ზღვარი იკვეთება, ან ყოველ შემთხვევაში მაშინ, როცა ის ფიქრობს, რომ ეს ზღვარი გადაკვეთეს. მას მხოლოდ ერთი დღე დასჭა, ასე რომ ხვალის მკვდარი იქნება. და სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც UFC ამ ღონისძიებისთვის დამატებითი დაცვა დაიქირავა. როგორ ფიქრობთ, დაგჭირდება დამატებითი დაცვა ჩიმაევისა და სტრიკლენდის ბრძოლისთვის? აბსოლუტურად, გულწრფელი უნდა ვიყო, არ ვიცი ვენდობი თუ არა მორამ ადამიანს იმდენად, რომ ბრძოლამდე ერთად დავაყენო, რადგან ვფიქრობ, შესაძლოა ჩხუბი მანამდე დაეწყო. შანს რომ მათ ერთმანეთის ზურს და ვერ იტანენ. ან საერთოდ აუქმებენ Paramount Face-ს. პირველად მას შემდეგ, რაც ეს დაიწყეს. მათ იციან, რომ ეს ორი მებრძოლი მოსიალურე ბომბია, რომელიც აფეთქებას ელოდება. ყავთ ერთი ტიპი, რომელიც ჭკუიდან გადავა თუ იგრძნობს უპატივს ასცემენ და მეორე, რომელიც სწორედ უპატივცემულობითაა ცნობილი. სხვა რაღაცა საჭირო. რაც შეეხება ისტორიულ შედეგებს, ამასთან ჩიმაევი სწორედ ახლა ქმნის ისტორიას. ის უბრალოდ კი არ იგებს, ის პრაქტიკულად ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ანადგურებს ქვემსუბუქი დივიზიონის ელიტას. როდესაც მისი პირველი 4 ბრძოლის შემდეგ სტატისტიკა გამოქვეყნდა, რაღაც 2 დარტყმა მთლიანობაში და მხოლოდ 1 გაშვებული მნიშვნელოვანი დარტყმა. ეს ნამდვილად აბსურდულად ჩანდა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვიცოდით, რომ ჩიმაევის ასე მარტივად საქმე დიდხანს არ ექნებოდა. და აი, 6 წლის შემდეგ ჩიმაევი საშუალო წონის დაუმარცხებელი ჩემპიონია და მას დარტყმა მაინც თითქმის არ ხვდება. როდესაც ის საშუალო წონის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლს დაუპირისპირდა, ბევრს ეჭვებარებოდა. შეძლებდა თუ არა ის ასეთივე დომინაციის ჩვენებას 185 პუნქტში. რობერტ უიტეკერი ცნობილი იყო თავისი უძლიერესი დასვით ტეიქდაუნებისგან, მაგრამ ჩიმაევმა ის 15 წამში დააგდო ძილს, 3 წუთში კი დააფინიშა. დრიგუს დუპლესისის წინააღმდეგ მან რეკორდი მოხსნა სატიტულო ბრძოლებში და ზოგადად UFC-ს ისტორიაში განხორციელებული დარტყმების რაოდენობით. მან 529 დარტყმა მიაყენა და მხოლოდ 45 გაუშვა. სხვათა შორის მან დუპლესი პარტიაში 21 წუთზე მეტხანს აკონტროლა 25 წუთიანი ბრძოლის განმავლობაში. შეგიძლიათ ამას რამდენიც გინდათ მოსაწყენი ეძახოთ, მაგრამ მსგავსი დომინაცია აქამდე გაუგონორია არა მხოლოდ დღევანდელი UFC-ში, არამედ მთელს ისტორიაში. ასე რომ სანამ ჩიმაევი დომინაციის ჩვენს მოლოდინებს თავიდან განსაზღვრავს, შონ სტრიკლენდი მეორე მხარეს მხოლოდ ერთ მატჩიანი მოგებების სერიითაა ენტონი ჰერნანდესთან.
სერიოზულად რომ ვთქვა, დრიგოსთან წაგების გადა სტრიკლენდსაც შესანიშნავი სერია ჰქონდა იმავოვთან, ადესანიასთან და კოსტასთან მოგებები. თუმცა და სტრიკლენდს ყურადღების ცენტრში ჩამყოფებს არის ის, რაც ის ოქტაგონს გარეთ აგეთებს. ჩემი აზრით, საკუთარი ბრძოლების საოცარი პრომოუტერია და ხალხი მას უბრალოდ უყურებს. სწორედ ამიტომ ვთქვი ამ ვიდეოს დასაწყისში, რომ ქაღალდზე და სტილისტურად ჩონის სასარგებლოდ ბევრი არაფერი მეტყოლებს. ის ერთ განზომილებიანი მოკტივია კარგი თეიქდაუნის დაცვით, რომელიც ძირითადად ჯებებითა და დარტყმებით აღწევს გამარჯვებას მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებებით. თუმცა რაც მას ხამზად ჩიმაევზე მეტი აქვს, ეს არის საოცარი გამძლეობა და ის მას იარაღად იყენებს. ვიცი, ჩიმაევმა წარმოუდგენელი სტაბილურობა აჩვენა ბოლო ბრძოლაში დრიკუსთან, მაგრამ ის ბრძოლა თითქმის მთლიანად პარტიაში დომინანტურ პოზიციაში გაატარა. თუ ის შეძლებს ამოდენიმე თეიქდაუნის მოგერიებას და ფეხზე ცოტა ხნით გაჩერება, სტრიკლენდის ტემპი ნამდვილად გამგუდავია. ჩიმაევმა კი აჩვენა, რომ შეუძლია დაიღალოს, თორსა არაკომფორტულ პოზიციებში უვარდება. მაგრამ ვფიქრობ, ამ დაპირისპირების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ასპექტია ის, თუ როგორ ჭუბობს სტრიკლენდი, თორსა აუტსაიდერის პოზიციაშია. 2023 წელს, როცა ის ჩემპიონი გახდა და ისრაელ ადესანია ტახტიდან ჩამოაგდო, მან მეტოქეს თავისავე თამაში აჯობა. მაშინ მივხვდი, სტრიკლენდი სხვანაირად ჭუბობს, თორსა მასზე ზეწოლა არ არის. იმ დროს ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიურპრიზი UFC-ს ისტორიაში და UFC 328-ზე ის მსგავს სიტუაციაშია. ისეთი დომინანტი ტიპის წინააღმდეგ, რომ ადამიანების უმეტესობა, მათ შორის მეც, მას საერთოდ არ განიხილავს. შონ სტრიკლენდი როგორც აუტსაიდერი სრულიად თავისუფლად ჭუბობს. თითქოს მის მხრებზე არანაირი პასუხისმგებლობა არ არის და თითქოს შედეგი არ აინტერესებს. ის UFC 328-ზე კიდევ ერთხელ გავა ოქტაგონზე, ისე რომ შანსები მის წინააღმდეგაა, მაგრამ მას ყველაფერი აქვს მოსაგები და აბსოლუტურად არაფერი დასაკარგი. მას ეს ადრეც გაუკეთებია და დასწუნებულია, რომ კიდევ შეძლებს. ახლა კი რეალისტები თუ ვიქნებით, ეს ალბათ ჩიმაევის მორიგი დომინაცია იქნება, მაგრამ იმ მცირე შანსით, რომ სტრიკლენდმა შეიძლება კიდევ ერთი ფოკუსი ჩაატაროს, მოიგერიოს რამოდენიმე თეიქდაუნი, რამდენიმეჯერ მოახერხოს ჯები და დაღალოს ჩიმაევი. ამ ბრძოლის მოლოდინი ნამდვილად ღირებული იქნება. როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ბრძოლა, ჩვენ ვიქნებით რაღაც დიდის მოწმენი. მიუხედავად იმისა, რომ ყველანი ჩიმაევის მოგებას ველოდებით, თუ მან ეს შეძლო, ის დასჭება დაუმარცხებელი. დაამარცხებს ყოფილ ჩემპიონს, განიმტკიცებს ადგილს როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი pound for pound-ის რეიტინგში და გააგრძელებს UFC-ს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დომინანტურ სერიას. ხოლო თუ სტრიკლენდმა რამენაირად მოახერხა გამარჯვება, ის გახდება ერთადერთი მებრძოლი, რომელმაც წლის ყველაზე დიდი სიურპრიზი ორჯერ მოაწყო. ეს ბრძოლა ისტორიის სახელმძღვანელოებში უნდა შევიდეს, მიუხედავად იმისა, თუ როგორ დასრულდება. და სიმართლე გითხრათ, თავად ბრძოლა შეიძლება არც იყოს ყველაზე გასართობი ნაწილი, რადგან ისაც ბოლო დროს ოქტაგონის მიღმა ხდება, უფრო მნიშვნელოვანი ჩანს ვიდრე თავად ჭუბი. დღეისათვის სულ ეს იყო მეგობრებო, იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო და განხილვა ამ ბრძოლის. დიდი თხოვნა იქნება თქვენს დაწეროთ და დააკომენტაროთ თქვენი აზრი თუ რას ფიქრობთ ამ ბრძოლასთან დაკავშირებით. ჩვენ კიდევ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით.